საქმიანი და სადღესასწაულო დეკემბერი გაუქმდა. შეხვედრები, კორპორატიული ღონისძიებები, მასშტაბური კონფერენციები, რომლებიც ტრადიციულად წლის ბოლოდან უკვე იგეგმებოდა, ჯერ კალენდარში არ ჩანს. საქართველოში მაის ტურიზმის განვითარებაზე მომუშავე კომპანიები კლიენტების მოლოდინში არიან. აქტივობის შემცირების და უმეტეს შემთხვევაში განულების მიზეზი საერთაშორისო პარტნიორების შიში და არასტაბილურ გარემოში გეგმების დაწყობის შეუთავსებლობაა. ამ პერიოდისთვის ჩვენ უნდა გქონდეს უკვე დამტკიცებული და დადასტურებული ღონისძიებები 25 წლის პირველ კვარტალში, ხო? ეს არის აპრილი, მაისი, 3D. არც ერთი ღონისძიება არ დადასტურდა, დღეს დამიდასტურდა ერთი პატარა ღონისძიება 10 კაციანი ისიც ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, იმიტომ რომ ეს არის სამუშაო ვიზიტი სხვადასხვა ქვეყნებიდან. რაც შეეხება გასვლით კერძო კომპანიების გასვლით ღონისძიებებს, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაიყინა, ან გადაიდო, ან გაუქმდა. იანვარი ჩვეულებრივ ტურიზმში თუ ითვლება დაბალ სეზონად, იდეაში იანვარი-თებერვალი, მარტში უკვე იწყება ბიუჯეტების შედგენა კორპორაციებში და შესაბამისად გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, რომელ ქვეყანაში სწავლენ და სად გააკეთებენ ღონისძიებას. წელს სამწუხაროდ ახლა არც იანვარი, არც თებერვალ, მარტზე არანაირი შეკვეთა არ არის. ღონისძიებები უქმდება დედაქალაქშიც და რეგიონებშიც. ჰორეკა სექტორთან მომუშავე საკონსულტაციო კომპანიები გვეუბნებიან, რომ ადგილობრივი თუ საერთაშორისო კორპორატიული შეხვედრები არც რეგიონებში იგეგმება. იქ, სადაც აქციების მონაწილეების მობილიზების ცხელი წერტილი არ არის. ბიზნესისთვის ეს ვითარება იმის ინდიკატორია, რომ პრობლემა მოკლე ვადაში მოგვარებისა პერსპექტივაში ნაკლებად ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროექტები არის რეგიონში და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამჟამად არც ერთი სასტუმრო არ გვაქვს, რომელიც ცენტრალურ ლოკაციაზე მდებარეობს, რომ ითქვათ, ესე გაგვეგო, რომ გასაგებია, უშუალო პროცესი მიმდინარეობს აქ და აქედან გამომდინარე მესმის, რომ უნდა გაიწიოს ღონისძიებამ და გადავიდეს მეტად მშვიდობიან ლოკაციაზე, ხო? არა, ჩვენ გვაქვს რეგიონი, ანუ რეგიონიც კი წარმოიდგინეთ, გამოდის, რომ არის საფრთხის შემცველი. ეს განსაკუთრებით ეხება საერთაშორისო კომპანიებს და აი რამოდენიმე უახლოესი ან შორ მანძილზე შემიძლია დაგისახელოთ რეგიონები, სადაც გაუქმდა ღონისძიება, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა რაიმე ტიპის საშიშროებასთან და საფრთხესთან, არათუ თბილისში, ანუ რეგიონზე მაქვს საუბარი, ანუ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ არანაირი პერსპექტიული განხილვა რაიმე ტიპის ღონისძიებას და მის სახასიათო მაჩვენებლები გვაქვს ნულს ქვემოთ. გამოწვევებზე საუბრობენ ბიზნეს ტურიზმის ასოციაციაშიც და ამბობენ, რომ არსებული მოცემულობის პირობებში წელს ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარება მინიმუმ პირველ კვარტალში დაპაუზებულია. იანვრის შუა რიცხვებიდან მაინც უკვე უნდა მიდიოდეს მზადდება, თუ რაიმე ღონისძიება უნდა ჩატარდეს თებერვალში ზოგადად. რაც ახლა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში არ ჩანს ჯერჯერობით. სავარაუდოდ ალბათ უფრო საქართველოს გადაინაცვლებს მეორე კვარტალისკენ, როგორც მიმართულება. იმედი მაქვს, რომ ის დაგეგმილი ფრენები, რომელიც უნდა ყოფილიყო, იქნება და არაფერი არ შეიცვლება ამ კუთხით და იმედი არის ალბათ ნაპერწკალი იმისი, რომ მეორე კვარტალში უფრო იქნება, ესე ვთქვათ, აქტიური კორპორატიული ბიზნესი საქართველოს მიმართ. საქმიანი ტურიზმის პოტენციალი რომ ასათვისებელია, განსახილველი საკითხების ჩამონათვალში წლებია უცვლელად რჩება. ტურიზმის ადმინისტრაციის მუშაობის, სექტორის კრიტიკის თუ გამოცდილების გაზიარებით ვერ მიღწეული. სასურველი პროგრესის შემაფერხებელი 2024 წლის მიწურულს ქართული ოცნების პოზიცია გახდა, როცა პარტიამ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესზე უარი თქვა და პოლიტიკური კრიზისი დაიწყო.